მოგესალმებით სოლიდარობის სტუდიიდან, ეს არის ახალი პარადიგმა, რომელსაც მე მირაბ ჭიქაშვილი უძღვები. მივესალმები ასევე თავისუფალი არხის მაყურებლებს და რა თქმა უნდა ჩვენს სოციალურ Facebook გვერდზე და YouTube გვერდზე, ვინც თვალყურს გვადევნებს და ყოველთვის მუდმივად აკვირდება სოლიდარობის სტუდიიდან მიმდინარე გადაცემებს და ახალ ამბებს. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ მემარცხენე ალიანსის თავმჯდომარე ბატონი სოსო შატლერაშვილი. შუადღემშვიდობის ბატონო სოსო. შუადღემშვიდობის მოგესალმებით, მივესალმებით ზვირფას მსმენელს, ზვირფას მაყურებელს და მშვიდობას უსურებ საქართველოს. დიახ, დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ ხარ ჩვენ გადაცემის სტუმარი, ყოველთვის თქვენი სტუმრობა საკმაოდ დიდი ინტერესი იწვევს ჩვენი მაყურებლების წინაშე და რაც ყველაზე მთავარია ყოველთვის საინტერესოა და სასიამოვნოა თქვენთან საუბარი, თქვენთან დისკუსია თუნდაც და იმ ანალიზის მოსმენა, რომელსაც თქვენ ხშირად თქვენი დაკვირვებული ასევე გამოცდილებით, საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ ქართულ პოლიტიკაში ყოფნის და არის რიგ საკითხებში ჩვენ სამწუხაროდ შეიძლება ასე ითქვას რომ მაინც დღეს ქართულ მედიას ასევე პრესასაც თუნდაც უკვე ისეთი პოლიტიკოსები როგორიც თქვენ ხართ იმ გამოცდილებით იმ თავისი ხედვით იმ თავის მაინც სამშობლოსათვის დამოკიდებულების მხრითაც ცოტათი დეფიციტია თუმცა მადლობა ღმერთს რომ ხართ და ფიქრობ და იმედი მაქვს რომ აუცილებლად მომავალი თაობა ყოველთვის გაითვალისწინებს თქვენ გაკეთებულ საქმესაც მათ შორის შესტომებსაც შეუსტომელი არავინ არ არის და გვეცოდინება როგორანაირად. ჩვენ საინტერესო მე მინდა წინასწარ დავანონსოთ ჩვენი გადაცემის თემები, იმიტომ რომ მაინც წლის ბოლოა, ახალი წელი მოდის, ყველაფერთან ერთად ის საშინელი ომი, რომელი ომიც, აუცილებლად უნდა გაჩერდეს და უკვე აი შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად აღადარჩა გარდა უკრაინელი ლიდერების, ასე ვთქვათ და მოდი იმ ევროპელი იმ პოლიტიკოსების, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ მართლა რაღაც კონკრეტული მიზნით და ამოცანებით არიან, სხვა მთელი ნორმალური საზოგადოება მსოფლიოს ნებისმიერ კონტინენტზე ყველა ფიქრობს და ყველა სურვილია ეს ომი დამთავრდეს და რა თქმა უნდა გვექნება პირველი თემა ეს გვექნება ჩვენ, მეორე თემა იქნება ჩვენი BBC-ს, ინგლისელების ამ პატარა კუნძულის დიდი ბრიტანელების მუდმივი საუკუნოვანი ინტერესები სხვადასხვა ქვეყნების მიმართ და რა თქმა უნდა ჩვენს მიმართაც BBC-ის სიუჟეტი ჩვენი ხელისუფლების საერთოდ ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლება ითქვას მონათლოთ ეს კამპანია ამ კამპანიის დაწყების და მესამე თემა იქნება აზერბაიჯანული თქვათ ასე პოლიტიკის თქვათ ვერ ვიტყვით რომ პოლიტიკოსებს მაგრამ მედიაში გავცადა ეს განცხადება საზოგადოურ მაუწყებელია ის მედია ასე ვთქვათ სამთავრობო მედია და რატომღაც რაღაცა ტონი არ მოგწონს ამ ბოლო დროს აზერბაიჯანელების და აი ამ სამ თემაზე იქნება საუბარი თუმცა მე ცოტათი სხვანაირად და უფრო ასე ვთქვათ კრეატიულად მოდი ასე ვთქვათ შემოქმედებითად მინდა დავიწყო ჩვენი გადაცემა და რადგან მაინც პირველი თემა ჩვენ უკრაინა გვაქვს ზელენსკი კონკრეტულად უკრაინა გვაქვს და საერთოდ უკრაინის მოდი ისტორიაც თუ შეიძლება ასე ითქვას კი ბატონო ამჯერად გავყვეთ იმ პრიზმას რომ თქვათ უკრაინა ცალკე დგომი და მოუკიდებელი სხვა ერია და ასე შემდეგ მოდი უკრაინის ისტორიას გვაქვს თუნდაც მაგკუთხით მაგრამ თქვენ ბოლო თქვენი სტუმრობა როდესაც ჩვენთან იყავით თენგოსთან ომანიძესთან თქვენ რამოდენიმე ნაწყვეტი როდესაც ჩვენ უკვე გადაცემის შემდეგ დავჭერით მოვამზადეთ და სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი ნაწყვეტს რომელსაც თქვენ ლუკაშენკოზე საუბრობთ ლუკაშენკო ახსენებდა ლუკაშენკოს დამოკიდებულებას ქართული ხალხის მიმართ ზოგადად ქართული ერის მიმართ ღირებულებების და კულტურის მიმართ ეს ძალიან ცნობილი მისი ვიდეო არსებობს და თქვენ გაიხსენეთ ლუკაშენკოს და ჩვენ შემდეგ უკვე ის ვიდეო რომელზეც თქვენ საუბრობთ დავადეთ და ფაქტი ვაჩვენეთ საზოგადოებას და შეიძლება ითქვას რომ რაღაცა დაახლოებით ერთი კვირა კი არა სამ დღეში 300,000 ნახვა იყო და დღეს ხო გადააჭარბა და საერთოდ ჯამში ეს შემდეგ აიტაცა საზოგადოებამ მე მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს და მაყურებელს
ვანახოთ ეს ნაწყვეტი, თუ არის საშუალება გავუშვათ ეს ნაწყვეტი და ვიცი ასევე რომ უკრაინის თემასაც დავიწყებთ ისევ ამ პიროვნებით, ბელორუსის პირველი პირის განცხადებით, რომელიც ამჯერად უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთა, მაგრამ მოდით ნახოთ ვიდეო, რომელსაც ჩვენი წინა სტუმრობის დროს ბატონმა სოსო შატბერაშვილმა გაიხსენა ლუკაშენკოს დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, როგორ ასე ვთქვათ, მაპატიეთ, მაგრამ გვტენიან ჩვენი ღირებულებების, ჩვენი ზნეობის, ჩვენი კულტურის მქონე ადამიანებს, გვტენიან იმ ყოველგვარ საძაგლობას, რომელ საძაგლობაზეც თავად ლიბერალებიც კი უკვე აირდაირიენ ამდენი გენდერით და ხან კედელზე მithოვებით და ხან, რა ვიცი, ცხოველის ცოლად მოყვანით და ხან ფეხსაცმელებთან დაქორწინებით. მოკლედ, ვნახოთ ეს ვიდეო და დავბრუნდებით ჩვენ პირდაპირ ეთერში. არ შეიძლება ეხლა ლუკაშენკოს არ დავეთანხმო. წაიღო ისა სოციალურ ქსელში ლუკაშენკოს პატარა ვიდეო. გამოვიდა და თქვა, ვის უბედავენო ხალხო LGBTQ+ პროპაგანდას, ვის თხოვენო ქართველებს, აღშფოთებული ლაპარაკობდა ლუკაშენკო. ლუკაშენკოც ყოფილი საბჭოთა მოქალაქეა ისე. აშკარად ძალიან ისეთი დეტალური წარმოდგენაა ქართველი. საბჭოთა კავშირის დროსო ქართველები იყვნენ ყველაზე ღირსეულებიო, ყველაზე ესეთი კრუტიე სიტყვა არ ვიცი როგორი თარგმნება. ესე თავმოყარები ღირსეულები და ამ ადამიანებს უბედავენო LGBTQ пропагандасо, ქართველსო, მართლა წარმოუდგენელია რა. За грузин переживали. Слушайте, навязать грузинам ЛГБТ какое-то. Грузинам, которые в Советском Союзе были самыми крутыми хлопцами, мужиками. Им ЛГБТ какое-то навязывают. Да не примут это грузины, они всю жизнь на женщин смотрели с пеленок. Они им ЛГБТ. На Кавказе ЛГБТ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ბატონო სოსო, არ გავიდა დაახლოებით 2 კვირაა გასული. აი ამ თქვენი ამ ჩვენთან სტუმრობის დროს და სწორედ და კონკრეტულად ეს ვიდეო სწორედ მაშინ შევქმენით. უკვე ჩვენ ფაქტი ვაჩვენეთ თუ მართლა როგორ საუბრობს და სადი საუბრა ლუკაშენკომ. დავიწყოთ უკრაინის თემით და ზელენსკით. ჩვენ არ თუ ისე ნაკლები და შეიძლება ითქვას ამაზე მეტი კიდე უკრაინის მხრიდან უმადურობას ვიგზენით და რაღაცეების მაპატიეთ და ჩვენ თავზე აღება. თითქოს რაიმე ჩვენი ბრალი იყოს უკრაინასთან მიმართებაში, საერთოდ ევროპასთან მიმართებაში და საერთოდ საქართველოს ისტორიაში არ არსებობს და მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს, ჩვენ ვინმესთან რაიმე გქონდეს ან საბოდიშო ან თქვათ რაღაცა ისე დაკნინებით ვიყოთ. ჩვენ თუ გვაქვს ერთმანეთთან, მოდი ეს თქვათ ვაღიაროთ, თუ ქონდა მონობა, ქონდა ჩვენ, თუ ყიდით, ჩვენ ყიდით იმ ბავშვებსაც, იმ ეგრეთ წოდებულ მამლუქებსაც, რომლებიცაც და თუ რამე ფეხს უდებდით ერთმანეთს და თუ რამე გვაქვს გაფუჭებული, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთმანეთზე გაფუჭებული. არანაკლებს ველით ხოლმე და გვესმის ხოლმე უკრაინიდან დაწყებით პირველი დღიდან. ანუ ზელენსკის გახსოვთ, პირველი დღიდან მე თავიდან მეგონა რომ მართლა ჩვენი რაღაც ჩვენ გამოხوار იბძვის, ეს კაცი თქვა, ხوار იბძვის ისევ რა ვიცი, ერთი ერია. ყოველ შემთხვევაში ერთი ერია რა, რუსი და უკრაინელი, ამაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ერთი ერია. და აი ამ შემთხვევაში რა სიტყვით თქვენ რომ დავიწყოთ უკრაინით და ვიცი რომ არა მხოლოდ ლუკაშენკო საუბრობს ქართველებზე, არამედ ლუკაშენკოს თქვენ გაქვთ ეს ინფორმაცია და თქვენ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ ვიდეო, სადაც ლუკაშენკო ასევე საუბრობს უკრაინაზე და მას ახსენებს ასევე ისტორიასაც და მას მომავალ ბედსაც. საერთოდ უმადურობაზე რახან ჩამოვარდა ლაპარაკი. თუ ეხლა უკრაინელები არიან ჩვენს მიმართ უმადურები, ჩვენ ლუკაშენკოს მიმართ ვართ უმადურები. ძალიან ხშირად ისმის ლუკაშენკოს კრიტიკა ქართველი პოლიტიკოსებისგან, სოციალურ ქსელებში ხო საერთოდ აოხრებული აქვთ ამ ნაციონალებს იქაურობა ლუკაშენკოს ხსენებით და ამ დროს ლუკაშენკო ძალიან კარგი დამოკიდებულებით არის ქართველების მიმართ. მან ამას წინათ განაცხადა პუტინმა პირდაპირ მომთხოვა, რომ აღიარე აფხაზეთიო. ჩავიდა კიდეც აფხაზეთში, ნანახი გვაქვს ყველას ეს კადრები. არ ვაღიარეო. დამპირდა რაღაც ეკონომიკურ დახმარებას ბელორუსისთვის, აქეთური, იქეთური, ახლა იქ კულუარებში რა იყო კიდე შმაკმაისის. მაგრამ არ აღიარა ამ კაცმა შეეძლო ეღიარებინა, ვინ დაუშლიდა, ვინ იყო დამშლელი. საქართველოსთან ლანძღვაგინების მეტი არაფერი ისმოდა ლუკაშენკოს მისამართით და შეეძლო ეღიარებინა, არ აღიარა და გააკეთა ძალიან დიდი ქართული საქმე. და ეხლა საით თქვენ რო გაუშვით ზუსტად ვიდეო ნახეთ.
როგორ ლაპარაკობს ქართველებზე, ქართველებს როგორ გაუბედესო LGBT-ს თავს მოხვევაო, ვერც მოახვიეს, მაგრამ ცდელობა რო იყო, ესეც კი დიდი საკვირველი იყო, იმიტომ რომ კარგად გვახსოვს ჩვენს უყადას ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენ ძალიან მოგწონდა ახალგაზრდობის დროს სლავი ხალბატონები, სლავი გოგონები, იმიტომ რომ მართლაც და სლავი გოგონები ძალიან ლამაზები არიან და ქართველები ესეთი ვაშკაცური ახალგაზრდები იყვნენ ყოველთვის და მოწონდათ ეს სლავი ქალები და ესეთ ადამიანებს, ასეთ მამაკაცებს რო თავს მოახვევ LGBT-ს და ეტყვი რომ კაცი კაცზე უნდა დაქორწინდეს და ქალი ქალზე უნდა დაქორწინდეს და სიყვარული სიყვარულიაო და ფილმიც გადაიღეს მე ვიცეკვებ ეს სკანდალური ფილმიც გადაიღეს საქართველოში გადაიღეს ფილმი მამაკაცის და მამაკაცის სიყვარულის შესახებ რა თქმა უნდა ეს არის წარმოუდგენელი ამბავი ეხლა მოდი უკრაინაზე ვილაპარაკოთ უკრაინა ცნობილი აფხაზეთის საშინელი დრამის დროს 3 თუ 4 ვერტფრენი მოგვაშველა რომელსაც უნდა გადმოეყვანა ჩვენი დევნილები აი იქ კოდორის საზღვრიდან დანარჩენ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს იყო რამოდენიმე რეისი გააკეთა ამ ვერტფრენმა, არც გვეყო ჩვენ ეს ვერტფრენის რეისები, იმიტომ რომ ვიცით რომ ძირითადად სვანეთის გზით წამოვიდნენ და ძალიან ბევრი დაიღუპა, ძალიან ბევრი გაიყინა. ეს იყო და ეს და სულ ცოტა ხანში 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე უკრაინის დელეგაცია იყო პუტინის გვერდით იჯდა. აი ერთი სერიოზული განცხადება ან გაეროში ან ევროსაბჭოში, ან ევროკავშირში უკრაინას ჩვენი მისამართით არ გაუკეთებია და საერთოდ დამისახელეთ ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო ერთი ქვეყანა რომელსაც თუნდაც ერთი კენჭი ისროლა რუსეთის მიმართ. მაშინ ეხლა უკრაინას კი ეხმარებიან, მაგრამ რაღაც დროს დაღუპეს უკრაინა და მერე ეხმარებიან. 50 სახელმწიფო ეომება რუსეთს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ აკლებენ. და ალბათ ვერაფერს ვერ დააკლებენ. ეხლა მე ფაქტს გეუბნებით იმას ნუ გაიგებთ რომ ეხლა მე მიხარია რომ ეს ორი ერი ერთმანეთში ომობს და რაც თავარია ყველაზე მთავარი უნდა მოგახსენოთ ძვირფასო მაყურებლებო ზელენსკიმ განაცხადა ამას წინათ და ამა ეს როგორც სიტყვია ცალყურში შეუშვეს და მეორეში გამოუშვეს ზელენსკიმ განაცხადა ომი რომ დამთავრდებაო უკრაინა აღარ იქნებაო იქნება დიდი ისრაელი გესმით თქვენ აი ერთი წუთით დაუფიქრდეთ რაზეა ლაპარაკი ესე იგი ნადგურდება უკრაინა და თურმე იმიტომ ნადგურდება როგორც დღევანდელი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი იმიტომ რომ ვადა გასული აქვს ზელენსკის და აღარ აღიარებენ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი აცხადებს რომ იქ თურმე იქნება დიდი ისრაელი აი ამაზე დიდი უბედურება რა შეიძლება მართლმადიდებლურ სამყაროს დაატყდეს თავს რომ ორი მართლმადიდებელი ერი ფაქტიურად ერთი და იგივე ერი, აი როგორც მერაბ თქვენ წეღან თქვით, ფაქტიურად ერთი და იგივე ენაც კი ძალიან გავს ერთმანეთს, სარწმუნოება ერთნაირი, ჯიში და ჯილაგი ერთნაირი. და საერთოდ კიევი არის რუსეთის სამშობლო. კიევსკაია რუს ჩვენ ესე გვასწავლეს სკოლაში და ესეც იყო. იქიდან წამოვიდა რუსეთი და მერე მოსკოვი გაძლიერდა და დაერქვა რუსია. ну Россия დაერქვა, სიამბლეში კიევის რუსეთი იყო. ხო და მოკლედ ისტორიას რომ მივყვეთ, ძალიან გრძელი ისტორია აქვს ამ ორ ერს და საერთოდ უკრაინა რატომ ქვია, მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ აკრაინა არის განაპირა, რუსეთის განაპირა მხარე იყო და აკრაინა დაარქვეს და შემდეგ ასიმილაცია განიცადა ამ სიტყვა აკრაინამ და დაერქვა უკრაინა, თორე ერი ერთი და იგივეა. ნახეთ რა ხდება. ორი მართლმადიდებლური ერი ერთი და იგივე ჯიშის და ერთი და იგივე წარმოება ჟლიტავს ერთმანეთს ორივე სოფთაშორის ულამაზესი ერია ძალიან ლამაზი ხალხი არიან ორივე ვაშკაცი და მეომარი ხალხი მაგრამ რუსეთი ძალიან ძლიერია მეგობრებო სუპერ სახელმწიფოა ეს სუპერ სახელმწიფო გახადა ორმა ქართველმა სტალინმა გენერალისიმუსმა სტალინმა და მარშალმა ბერიამ უზარმაზარი სახელმწიფო ეომება შედარებით მომცრო სახელმწიფოს უკრაინას რომელიც ესევე ძალიან მიყვარს მე უკრაინელი ერი მიყვარს მე კიევში მუშაობდი ბოდიში ოდესაში მუშაობდი ერთ-ერთ ქარხანაში და კარგად ვიცნობ უკრაინელ ხალხს კარგი ხალხია ვაშკაცი ხალხია მაგრამ ავანტიურისტული ომია წამოწყებული
როგორც სააკაშვილი ავირჩიეთ ჩვენ მოვიყვანეთ დავსვით და გვეგონა რომ წმინდა გიორგი გამოგვეცხადა ბჭყალებში ვამბობ ესე ამბობდნენ თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი გამოგვეცხადაო სააკაშვილის სახითო ასე ეგონათ რომ ეს სლუგანა რო გადაიღეს ფილმი პროვოკაციული ასე ეგონათ რომ ეს მასხარა ეს თუთიყუში ეს ამერიკელ დასავლეთის თუთიყუში ეს ზელენსკი ეგონათ რომ უკრაინის მხსნელი იყო და ხალხის მსახური იყო და ხალხის მსახური კი არა გაძარცვა უკრაინა თუ ჩემი არ გჯერათ და წაიგეთხეთ მთელი მისი გარემოცვა კორუმპირებულია და რა თუნდოდა ამას პროკურატურა ყველაფერი ვიცოდით ისედაც ნახეთ რა გააკეთა 54 მილიონიანი ერიდან 12 მილიონი გაქცეულია 1 მილიონი მიწაშია ჩაწვენილი და 3 მილიონი საერთოდ რამდენიც გვხვდება სამზე ამრავლებენ 3 მილიონი არის დასახიჯრებული ზოგს ხელი არ აქვს ზოგს ფეხი არ აქვს ზოგს თვალი არ აქვს და ასე შემდეგ ის ახალგაზრდები რომლებმაც უნდა გაამრავლონ უკრაინელიერი და ბოლოს პუტინმა განაცხადა მალე უკრაინას მოუწყვეთ შავ ზღვასო და შავი ზღვის მოწყვეტი და მზად არის პოლონეთი და მზად არის უნგრეთი რომ ტერიტორიული პრეტენზიები წამოუყენონ უკრაინას და დამთავრდა ეს შენი უკრაინელიერი რომელიც დიდი და მძლავრი გახადა კიდევ ერთხელ ვიმეორებ გენერალ სიმუსმა სტალინმა მანამდე უკრაინელიერი ნუ რა იყო გვახსოვს გეტმანშჩინა იყო და ეს გეტმანები ძარცვავდნენ საკუთარ ერს საკუთარ ქვეყანას და შემდეგ იოსებ ბესარიონის და სტალინმა გახადა მართლა მძლავრი მართლა ეკონომიკურად ძლიერი და ტერიტორიულადაც ძალიან დიდი. მერე ნიკიტა მიუერთა უკრაინას ყირიმი, ეს თვალმარგალიტი და იმდან იქნეს უკრაინელებმა მოიყვანეს ეს თავისივე მკვლელი, თავისივე ერის მკვლელი ზელენსკი, რომელმაც აი რა დღეში ჩააგდო, ხედავთ. ეხლა არჩევნები ტარდება, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებს, რომ ვერ იტანს ზელენსკის და მოითხოვა არჩევნები, ნუ სხვანაირად როგორ უნდა მოიცილოს ზელენსკის. ხო ვერ დაამხობს არა? არჩევნები ჩატარდება ეხლა და ვნახავთ უკრაინელი ხალხი თავის გადაწყვეტილებას ალბათ მიიღებს. დიახ, სხვათა შორის ბატონო სოსო, თქვენ აი ახსენეთ ესეთი მაგალითი, როდესაც ზელენსკის ნუ კორუფციულ საქციელზე და ზოგადად ეს ეხლა უკვე გაერკვა, ეხლა უკვე პირდაპირ აგერ თავად ხედავთ რაც ხდება იქ. რამოდენიმე ჩინოვნიკის დააკავეს, ეხა იქ სხვადასხვა ისინი, მაღალ ჩინოსნები. და სხვათა შორის, ვიდრე დაიწყებოდა, საერთოდ ომი როცა დაიწყო, ეს კონფლიქტი როცა დაიწყო, მაშინ იყო ცნობები, მე მახსოვს რამოდენიმე დოკუმენტური ფილმებიც გაკეთდა ეს CBS-ის იყო თუ არ ვცდები, შემდეგ აიგრძალა. გახსოვთ მაშინ იყო რომ იარაღი შავ ბაზარზე იყიდებოდა, გაგზავნილი იარაღები და დიდი ფული კეთებოდა და მაშინ სხვა შორის ითქვა რომ ზელენსკის პირადად მას და მის მეუღლის ანგარიშზე უკვე დაახლოებით მილიარდი ევრო თუ დოლარი არსებობდა და ეს მას შენახული ქონდა, ნუ რა თქმა უნდა, ალბათ, ნუ მე მგონია რომ მაინც ისრაელში. რატო ვამბობ ახლა ამას? აი დავაკვირდეთ რა. საერთოდ ისრაელი არის სახელმწიფო. ხო თქვათ რა, ზელენსკი არის ებრაელი კაცი. დიახ, ებრაელია, მაგრამ ებრაელი ხალხი შემოწმენია. არა, კი ბატონო, ისიც, მაგრამ აი როგორ არის? ეთნიკური ებრაელია. ეთნიკური ებრაელია. დიახ, და ამაზე ძალიან ბევრი მასალა არსებობს, დოკუმენტური მასალაც არსებობს და საერთოდ ისრაელი არის სახელმწიფო, რომელიც თავისი ერის კაცს ოღონდ თუ მოხდება მისი ისრაელში, ან ფინანსური ფულის დაბანდება, ან თქვათ ფიზიკურად თუ მოხდება მისი მისვლა, ისრაელის მთავრობა, ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში ზრუნავს თავის მოქალაქეზე. რა თქმა უნდა, აქ არის ფინანსური ინტერესის ბუნებრივია, მაგრამ ტყუილიც არ იქნება ის, რაც თავიდან დაიწყო და ეხა უკვე არავინ აღარ გვეკამათება იმაზე, ადრე რასაც ვამბობდით. გვეკამათებოდნენ, ამიტომ რატო ვამბობ? ადრე რასაც ჩვენ ვამბობდით ეთერებში, რომ დაიწყო ეს ომი, კონფლიქტი, როგორ გვეკამათებოდნენ, იცი პირდაპირ. ეხლა არავინ აღარ კამათებდნენ. გლანძღავდნენ. რო იტყუებით. ხო, თან ამბობდნენ, რომ ესე იგი პუტინისტები ვართ, ჩვენ ესე იგი გძულს ეს ერი და პუტინისტები ვართ, მაგრამ ამაზე კამათობდნენ მუდმივად, ამაზე კომენტარი არ წასულა, ამაზე პირდაპირ ეთერებში გამოდიოდნენ, ჩვენ აქ ბანებს გვადებდნენ. სოციალურ ქსელი იქნებოდა თუ გახსოვთ ხო რა იყო? დღეს აღარავინ აღარ კამათობს. იმიტომ რომ დღეს ამას თავად ამერიკული პრესა, თავად ევროპული პრესა, თავად ორბანი ღიად ამბობს ამაზე და რატომ მინდა ვთქვა რომ ეს ინფორმაცია იქნება სწორი. გადამოწმების შემთხვევაშიც კი მივხვდებით რომ თვითონ ისრაელის სახელმწიფოს აქვს ეს მიდგომა და ნუ დაგვავიწყდება რომ ზელენსკი კი არა
ცნობილი მაირლანსკი, რომელიც გოლდა მეერმა პირადად გადაარჩინა, წაიყვანა და დღესაც კი მაირლანსკის შვილ სასამართლო პროცესები აქვს ამერიკაში, ის რაც დაყადაღებული აქვს, უკავრო დაიბრუნოს. ეს გააკეთა მაშინდელმა ხელისუფალმა, გოლდა მეერი იყო მაშინ და ვიცით გოლდა მეერმა რა გაკეთებული თავისი ქვეყნისთვის თითოეულ მოქალაქისთვის, მარტო ფაშისტურ რეჟიმს რაც უქნა, ხო? სადარმი აკითხა და სახლებში აფეთქნენ ფაქტიურად ბევრი ნაცისტები და ეს მაგალითი რო ესეა და ზელენსკის რომ რაღაცეები გადამალული ექნება და შენახული ექნება ისრაელში, ესეც არაა გასაკვირი. მაგრამ დღეს ამაზე უკვე ლაპარაკობს ტრამპი ღიად, ორბანი ლაპარაკობს უკვე ღიად. ლაპარაკობენ უკვე ისეთი ქვეყნებიც, სლოვაკეთი და წარმატებული ქვეყნები. პროკურატურა თვითონ თავისი პროკურატურა და ეხლა რა თქმა უნდა სოსო შატბერაშვილს, მერაბ ჭიქაშვილს აღარ დაგვიწყებენ, ეხლა ვეღარ გვეუბნებიან პუტინისტები ვარ. ეს სრული სიმართლე უბრალოდ მაპატიეთ ამ ჩანართისთვის. ეხლა ერთადერთი რაც მინდა უკრაინას დაკავშირებით რომ კითხვა დავასრულოთ ეს თქვენ ახსენეთ კი არჩევნები, მაგრამ ტრამპის დამოკიდებულება აი ბოლო განცხადებაში მით უმეტეს ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ მან რაღაც ცდილობები ჰქონდა რომ კიდე კი იქ პირველი შეხვედრა გვახსოვს როგორიც იყო რაღაც ყველაფერი გამოცადა კი მაგრამ მაინც ბოლომდე ცდილობდა რომ სახე შეინარჩუნებინა იმიტომ რომ ტრამპს ძალიან დიდი მისია აკისრია ხა ეს სისულელია ჩვენ რომ დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი რომ იცი რა ან პუტინის და ტრამპის შეხვედრა ის 5 საათიანი არ იყო უბრალოდ ბოლოს მან უკვე შეიძლება ითქვას რომ თქვა პირდაპირ ღიად ეს არასერიოზული კაცია მეორე მხარე სერიოზული კაცია და პუტინი მოგწონს არ მოგწონს რა ქვია მთელ მსოფლიოს აქვს უკვე სურვილი რომ ეს კონფლიქტი შეჩერდეს და ორი მთავარია გადამწყვეტი ამ ფიგურის ხო ყველამ კარგად ვიცით არა შესაბამისად ეს არჩევნების დანიშნვას ალბათ კიდე არის რომ საბოლოოდ სახე შეინარჩუნოს მოიგებს თუ არ მოიგებს ეს ჩვენ კარგად ვიცით მაგრამ შეთავაზებას აი თქვენ როგორ ფიქრობთ თუნდაც იმ ლოგიკით ასე ვთქვი რომ მას მაინც რა თქმა უნდა ეხა ჯერ კონფლიქტი უნდა მორჩეს, მსოფლიომ უნდა ამოიცნო თქოს. მე კიდე ფიზიკურადაც რა თქმა უნდა ყველა უნდა იყოს ჯანმრთელად და ყველაფერი, მაგრამ აქ ფიზიკურ გადარჩენაზე შეიძლება ფიქრობს და რა თქმა უნდა უზარმაზარი ფინანსები. ძალიან დიდი ფული მოიჭრა ამ ჟარგონს ვიტყვი ამ ომში და ჩვენ კარგად ვიცით. რუსებს არანაკლები დანაკლისი აქვთ ფინანსური, მაგრამ სახელმწიფო რომელსაც მიზნად აქვს დასახული რომ თავისი ის რაც პლუსი აქვს სამხედრო მანქანა მიმუშაოს, ვიცით რაც ხდება აღარ ჩამოთვლი. თქვენ როგორ ფიქრობთ მართლა გამოიყენებს ამ აი შანსია მიცემული რომ მაინც მშვიდობიანად წავიდეს და რაღაცა პოლიტიკური სახეს და თუნდაც ფიზიკური გადარჩენის საკითხიც რომ რაღაცა მყარად ქონეს გარანტირებული წავიდეს თორე არჩევნებს ხო ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს აგერ ეხლა უკრაინაზე ჩვენთან დარჩენ კიდე მაპატიეთ იდიოტები რო ნაშა უკრაინაო თუ რაღაცას სლავა უკრაინას უკრაინა თქვენ როგორ ფიქრობთ ჩვენს უახლოეს წარსულში არსებობს ესეთი პრეცედენტი, აი ესეთი ოდიოზური პიროვნება, როგორც ზელენსკი არის, არჩევნებით როგორ წავიდა მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ ალბათ ამ იმას გამოიყენებენ მეთოდს, რომ არა დაამხოს ვინმე, არა შევარდეს ვიღაცა რადაში და ასე ვთქვათ, ან დაიჭირონ, ან ჩაუშესკოსავით დახვრიტონ, არამედ უბრალოდ მშვიდობიანად მართლა გადააყენონ, მაგრამ მე არ ამგონია რომ უკრაინელ ხალხს გადაურჩეს ზელენსკი, იმიტომ რომ ზელენსკიმ ისეთი რაღაცა ჩაიდინა უკრაინელი ერის წინაშე, წარმოუდგენელი. ეხლა მე რა რომ ის ეროვნებით ებრაელია, შეიძლება ეროვნებით ებრაელი იყო, მაგრამ გიყვარდეს ის ერი, რომლის პრეზიდენტი შენ ხარ, მაგალითი გინდათ? იოსებ სტალინი, გენერალისიმუსი სტალინი, ეროვნებით ქართველი, მაგრამ უყვარდა რუსიერი, უყვარდა უკრაინელი ერი და გახადა უზარმაზარი იმპერია. მურმანსკიდან იაპონიის კუნძულებამდე, მეცაც გეტყვით, მურმანსკიდან კი არა, ბერლინის ნახევარი აქეთა, ნახევარი, იაპონია კურილიის კუნძულები და ისინი წაართვა, სამხრეთ-სახალინი წაართვა იაპონიას და ყველაფერი რუსეთს შეუერთა. ეხლა ნელ-ნელა ხვდებიან რუსები, ვინ იყო სტალინი და რა გააკეთა მათთვის. ხო და მე დარწმუნებული ვარ, ამას გამოიყენებს. თქვენ ახლა გოლდა მეიერი რო ახსენეთ, ძალიან დიდი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი იყო თავისი ქვეყნის და ესეც ხომ სტალინმა გააგზავნა. ხო, ყველამ კარგად ვიცით, რომ გოლდა მეიერი იყო უკრაინელი ებრაელი და გამოცადა თავის თავზე ფაშისტური ოკუპაციის მთელი სიმძიმე, როგორ ებრძოდნენ ებრაელებს ფაშისტები და გააგზავნა იმაში, რა ქვია, ისრაელში იქ
კომუნისტური წყობის დასამყარებლად, მაგრამ არ გამოვიდა ეს. ნუ ყოველ შემთხვევაში ხო. ცდელობა იყო, მაგრამ ქალბატონი გახდა ნომერ პირველი ისტორიაში დღეს ებრაელი ხალხისთვის ხოლმე. არა მარტო ებრაელი ხალხისთვის, არამედ ჩემთვისაც ბევრ რაღაცაში. ნამდვილად. ყველანი აღიარებენ, რომ გოლდა მეიერი იყო უდიდესი პრემიერ-მინისტრი და აი ახლა თქვენ რო თქვით, რომ ეკონომიკურად ყველაფერსნაირად ხელს უწყობსო ისრაელის სახელმწიფო, რომ იქ დაბანდეს ფულიო. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან შარშან მაშინ ისევ გლანძღავდნენ ჩვენ აი მე რო ეგ ვთქვი და გავაჟღერე ისევ მლანძღავდნენ პუტინის მონა და ასე შემდეგ ზელენსკის მშობლებმა რომლებიც სოციალური დახმარების ამარა იყვნენ ისრაელის ტერიტორიაზე იყიდეს უზარმაზარი ტერიტორია ზღვის სანაპიროზე თავისი ძალიან დიდი რამოდენიმე ვილით საცხენოსნო მეურნეობით, ნუ მოკლედ წარმოუდგენ სასახლე, აი არ ვიცი მე ქართველი მეფები ნამდვილად ვერ ცხოვრობდნენ ასე როგორც ზელენსკის მშობლები დასახლდნენ იქ და კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან იმის სამაგალითოდ რომ ისრაელი ყველანაირად უწყობს ხელს თავისი ერის ხალხს რომ ფული იქ დაბანდეს კეზერაშვილი როდესაც დაინიშნა საქართველოში არა თავდაცვის მინისტრად, არამედ ფინანსური პოლიციის უფროსად ყოველ თვეში ერთხელ მამამისი თბილისი ტელ-ავივის რეისით გადაფრინდებოდა და ჩემოდნით მიქონდა ფული და შექონდა ისრაელის ბანკში და როდესაც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, საერთოდ გაძარცვა არმია და მილიარდები საიდან გაუჩნდა აბა კეზერაშვილს. ისრაელის სახელმწიფოს ხელშეწყობით, იმიტომ კი რომ ისრაელი ჩვენი მტერია. ისრაელი თავისიანად კი ბატონო, ეს პოლიტიკა მე მართლა მე მინდოდა კეზერაშვილის მაგალითს მომეყვანა. კეზერაშვილის მაგალითი ზუსტად იგივეა. საწავიდა კეზერაშვილი სადააბანდა. საფრანგეთში მან ერთ-ერთი სასამართლო რომ მოიგო, სასამართლომ გირაოს თანხა ისეთი შესთავაზა, ნუ მან თუ ებრაელებმა სხვა დანაჯერმა 30 მილიონი ევრო იყო თუ არცდები შეთავაზება და ეხა ნუ კომერციული კუთხით რომ შევხედოთ ეხა ფლატ ეხა სიტყვის და კანონის უზენაესობა ეხა მაპატიეთ, მაგრამ არ არის ეხა ევროპაშიც ხედავთ ხო საერთაშორისო სამართალი აღარ არსებობს ამომა მით უმეტეს გასწორდა და კეზერაშვილის მაგალითიც ეს არის არასოდეს ებრაელი ისრაელის ხელისუფლება არასოდეს თან თუ მით უმეტეს მოხდა პოლიტიკური ფიგურის ნუ ამ სტატუსით იქ ჩასვლა ეხა არ ზელენსკის გაუჭირდება ეგა ამ სტატუსის მოპოვება და რა თქმა უნდა კეზერაშვილს გაუჭირდებოდა ყველა ასეთ პოლიტიკოს ხომ იცი ხო და მით უმეტეს თუ ფულის დაბანდება მოხდება იქ სიცოცხლის ბოლო კარამდე გიპატრონებენ ამიტომ მოვიტანე ის მაგალითიც ეხლა შეუძლია ნახონ ამ ტვინგამორეცხმა ლიბერალებმა ჩაწერეთ მაირლანსკი ცნობილი იმედია ხვდებით და იცით ვინ იყო მაირლანსკი ცნობილი მაფიოზი რომელიც არც ერთ დაკავებაზე არ არის არცად ამერიკის ისტორიაში არსებობს რომ მაირლანსკი რამე სადმე შეკრებაზეა სადმე ცუდ საქმეში გამოჩენილი ყოფილიყო ანუ მაპატიე ჯარგო არ იწვებოდა ეს კაცი არასოდეს გამორჩეული იყო მაფიოზებში ყველაზე ჰუმანურ ადამიანად და ყველაზე ჭკვიან მაფიოზად მისი შვილი დღემდე ისრაელის მთავრობის მხარდაჭერით და მაშინ გოლდა მეერმა გადაწყვიტა ეს რომ შეიფარა ისრაელში მაირლანსკი იცით რა სამხელა სასამართლო იყო ხო ალ კაპონე და მთელი ეს ის რო გავიხსენოთ ამერიკის დიდი სასამართლო შეიფარა მაშინ და დღემდე მისი შვილი ითხოვს მამამისის მიერ უკანონო წართმეულ ქონებებს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს მხრიდან. ეს იყო ეს მაგალითი და ამიტომ გავიხსენეთ ჩვენს არც ბატონი სოსო შატბერაშვილი იგონებდა, არც მაშინ ამას. არც ეხლა, მაგრამ ეხლა უბრალოდ არიან ბატონო სოსო ესენი ისე ერთ რაღაცას კი მიხვდნენ, ისე მაინც უციგნურობა, მარტო უციგნურობა რაღაც, აი არის რომ შეიძლება არ ვიცი ეხლა ჩვენ არ ვიცი მე სოფლად მე მომისმენი ამბები აი მაგალითად ისეთი ჩემი უფროსი მეგობრებისგან თქვენგან აი არ შეიძლება წიგნის უარ ქონეს კაც წაკითხული მაგრამ აი ნატურალურად შინაგანად იყოს ინტელექტუალური კაცი იმ დაგებით მხოლოდ ის არ არის რომ რამდენი რომანი გაქვს წაკითხული და არის რაღაცა რომ აი ცხოვრების წესით ხარ რამდენი გლეხი როგორც აი მართლა ის სრული ამ სიტყვის წესია იმასაც თავისი ინტელექტი აქვს ჩვენთან კი როგორ არა ეხლა ბოლოს და ბოლოს ამასინად გითხხოვდი ბატონო სოსო დამავისდა, ესე იგი თაში მოხევე კაცი რო ცხოვრობდა, რომელიც ტრეპანაციას აკეთებდა, ჰიპნოზით აყუჩებდა და დამავისდა უბრალოდ სახე, ცნობილია გერმანელები რო ჩავიდნენ, მის სახლ-მუზეუმ ეხაცაა შემორჩენილი. ესე იგი სკალპს ჰიპნოზით ისეთი მცენარეები და ესეთ რაღაცა იცოდა ამ კაცმა, ბერიკა აღარ მახსოვს, არ მინდა, რომ დღემდეა მონაცემები ამ კაცზე, რომ
სკალპს ხდიდა ისე და ოპერაციებს ისე აკეთებდა ტრეპანაციას თუ არ ხდება რომ არ ჭირდებოდა ანუ ადამიანის ისა ნარკოზი. ხო და ეხა და სხვა შორის მე რომ გერმანელი ექიმები მოხვდნენ აქ და დაათვალეს მის იარაღები რომ ნახეს გაოგდნენ ნუ და ხო არის რაღაცა არა შეიძლება თანდაყოლ ნიჭი გაქვს და ხა ამათვის რატომ მოიყვანს ეხლა თითქოს ესენი ეხლა ვეღარ გვიტავენ ვერაფერს იმიტომ რომ მაგათი კუმირი ამბობს უკვე ამას აი მაგალითად ურსა ფონ დერ ლაიანი როცა მოხდება სასამართლოში მისი ქმარი დაწყებული ხა ხო ნახეთ რა ხდება ევროკავშირში თითქოს ეხლა ვეღარ ამბობენ ეხლა ვეღარ იტყვიან აი რა სიგონებში პუტინისტო იმიტომ რომ ეხლა პუტინთან ჩასული ტრამპიც ამას ლაპარაკობს ეხლა ამერიკის აგე ძალიან საინტერესო ის არის ამას წინათ უყურებდი კანადა ნიუს არის ესეთი ის სადაც არის ესეთი true detective ანუ ნამდვილი ამბების საგამოძიებო ის სადაც პირდაპირ წერენ რომ ამ ადამიანებს კონკრეტულად ვისაც თვითონ ზელენსკი შეუვარდა სახში და ჩაატარა ოპერაციები და აი თქვენ კორუფციაში ყოფილიყავთ ისეთ საქმეებში აქვთ ხელი გასული რომ პირდაპირ დაწყების დღიდან როცა ჩვენ ვლაპარაკობდით თურმე ესენი მართლა ყოფილა ანუ ფაქტები ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩვენ ხო სხვადასხვა კუთხით ვლაპარაკობთ არა იმიტომ რომ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია და ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ბატონო მე ახლა ერთ დავასრულებ თქვენ ნათქვამს რა არის იცით როცა არ გინდა დაიჯერო აი ფაქტსაც რო დადებ აი რო გეტყვიან მაწონი შავია ქართული გამოთქმა რო გეტყვიან მაწონი შავია თუ გინდა რომ დაიჯერო იტყვი რომ მაწონი შავიაო ეს არის ხალხი ჩვენი ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიცია ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს არის ხალხი რომელმაც წაგებული ომი ქართველ ხალხს აზეიმა და რა თქმა უნდა უკრაინაში რაც ხდებოდა საშინელი მარცხი უკრაინელი ქვეყნის უკრაინის სახელმწიფოსი გამოდიოდნენ და ამბობდნენ რომ უკრაინა იგებს და რუსეთი აგებსო აი ამ სისულელებს აჯერებდნენ ქართველებს ბატონოსოს იმ დღეს გავგიჟდი ნახე სიუჟეტი რომ ესე იგი ეს მხარე რომელიც ჩვენ ვეუბნებოდით და ნუ ხელისუფლებას მათ შორის არა მარტო ხელისუფლება ომში გვითხრევდით ომში გითხარით აბა გვანახეთო მანახეთ ერთი ფაქტიო აი როგორ მინდოდა იმ დროს ყოფილიყავ იქ და ვფიქრობ როგორ შეიძლება რომ ეხა ამას ეს გაუტარო ეგომეგას ტელევიზიაში ითხოვს რომ მანახეო აბა მანახე სად ვითხოვთო მანახეო და რა თუ უნდა ყველაფერს თავი დავანებოთ პირველივე კვირას ირაკლი ღარიბაშვილის თავრობას მაშინ გამოვიდნენ მიწასთან გაასწორეს თვითფრინავი ოფიციალურად ჩარტელური რეისით რატომ არ უშვებ ქართველებს ავტომატებითო საომრათო ოფიციალური სხვა რა უნდა ყოფილიყო აი არ მინდა ეხა გული მწყდება იმ კაცებს რომ პასუხს ვერ აცემს ან ოცნებას რატომ ყავთ ესეთი ხალხი მოდებატეთ კაცო გიждები მეტი რა უნდა გეთქვა და ფაქტიურად გამარჯვებული გამოვიდა ის ლიბერალი რა ის ვიღაცა აი ორი ციგნი კი არა აკითხოზე კი არა ეუბნება რომ მითხარიო და მეტი რა თქმა გინდა დავანებოთ ყველაფერს ხოს თავი თვითფრინავი რო გაფრინდება საჰაერო სივრცე რო გაიხსნება აქო მთელი ბიუროკრატია არა უნდა გაუშვათ 200 კაცი ჩასვით წავიდნენ საომრად ჩვენ მზათავართო თვითონ ავტომატებით მივიდნენ და წავიდნენ გახსოვთ აეროპორტში რომ მივიდნენ და არ გვიშვებსო და ეს ან მეტი რა უნდა დავაჯეროთ თვით შეერთებული შტატებიც კი ერიდება პირდაპირ რუსეთთან კონფლიქტ თვით შეერთებული შტატებიც რომელსაც აქვს სუპერ ატომური იარაღი. აბა ჩვენ რა ვქნა ჩვენ საერთოდ სადა გვაქვს იარაღი რომ რუსეთს გავამკლავდეთ. 50 სახელმწიფო ეომება უკრაინაში რუსი 50 სახელმწიფო. ვერაფერს ვერ უშვება და ჩვენ პატარა საქართველოს რა ვქნათ გამაგებინეთ რა. ბატონო მარტო ამერიკა კი არა. გერმანიაც, საფრანგეთიც, ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც ყვირიან იარაღები ყველაფერი, არც ერთი ჯარისკაცით არ ემაშვება. არა, ოფიციალურად არც ერთი ჯარისკაცი არ არის. ვინ არის? მარტო მაპატიე ჩვენი სულელი ეს ყოფილი პოლიტიკოსები წავიდნენ იქა, მერე ჩამოვიდნენ და 10 მოვკალი, 20 მოვკალი და მერე უკვირთ, რომ რატო გამოაცხადეს, რა ქვია, პუტინის სასამართლომ თუ რუსეთის სასამართლომ, რატო გამოაცხადა? ბიჭო, ჩამოხვედი, ტელევიზორში დადექი, ვიდეოებს იღებდი, ფანჯრიდანო, რაღაც ჯერ იქ ვისესროდი და ეხლა მე მეუნები და ბატონო სოსო შატლერაშვილია დამნაშავე და ნამუზე ჩვენ გვაგდებ, რომ ჩვენ არ გიცავთ. ვერ ხვდები, ნუ სიგიჟეა სრული. ნუ ეგ არის სრული სიგიჟე და ეგ არის სექტა, ნაცმოძრაობა არის სექტა, მოდი ამაში შევთანხმდეთ. ადამიანები, რომლებსაც მიშას პორტრეტი უდევთ ჯიბეში, პერიოდულად ამოიღებენ, კოცნიან, დადიან მის მუზეუმში, ეგრეთ წოდებულ მუზეუმში, მის ბიბლიოთეკაში, ბოტასებს სუნავენ, ნახმარ მაისურებს სუნავენ და ერთმა ქალბატონმა განაცხადა, რომ სიმსივნე ჰქონდაო და მიშა სააკაშვილის ბოტასებს რომ დავსუნეო, მომარჩინაო. აბა ეხლა ასეთ ადამიანს რა უნდა ელაპარაკო? ხო, ნუ აი ეს არის სექტა.
ნუ სექტა რომელიც აი არ ვიცი რა უბრალოდ ის არის სამწუხაროა უბრალოდ რომ იგივე ჩვენ შვილებს მომავალ სხვა თაობას ანდა თუნდაც მათ შვილებს მათაც ხო შვილები ყავთ არა წარმოიდგინე ხვალძეგ რომ გაიზრდება იმის შვილი და ხო გავა ისტორია კაცო ყველაფერი წყალმა წაიღოს სუდი და ავი მაგრამ რაღაცა კარგი ხო როგორია ეხლა რომ მოისმენს და ვიღაცა ნახავს რომ ვიცი კადრებიც ხო იყო რომ ფიტული გააკეთეს და ეხლა რო ანახებ რომ აი დედა შენი რასაკეთებდაო და მიშა სააკაშვილის ნახმარ ბოტასებს სუნავდა ნუ სამწუხაროდ კიდევ ჩვენ უფრო ალბათ განვიცდით ამას ვიდრე თვითონ ისინი შეიძლება გვითხრას რომ რა შენი საქმე იმის არ იყოს ნატაფერაძემ რას თქვა სად იყავიო და სად ვიყავი და ხო აი ზუსტად ეგ არის რა შეიძლება იმის შულმას გვითხრას რომ დედა ჩემი ბოტასებს უნავდაო მიშას გამო რა არის იცით ეხლა ამაზე კი გვეცინება მაგრამ თან ძალიან მტკივა გული ეს ადამიანები ილია ჭავჭავაძის მუზეუმში არ არიან ნამყოფი და დადიან სააკაშვილის ბიბლიოთეკაში და სუნავენ არა ეს ის ხალხია თან რო უთხრა სპირიდონ ტრიუმფოტელის ფაჩუჩზე რამეა რაღაცა იმაზე დაგცინებენ რა ფაჩუჩი და რა ეკლესია და რა წმინდა ნაწილებს და რა ერეკლეს და ის რა ქვია საფლავს ან მამა გაბრიელის საფლავს რომ ეხო ეს ის ხალხია ეს ხო შორს გული დასაწყოთი მაგაში და ბოტასებს უნავენ მიშას სითო სააკაშვილი როგორ ღლიცინებდა წმინდანებზე და ბოლოს თქვა რომ წმინდა გიორგი ყველაზე კაი ტიპიაო ამ წმინდანებში რომ დაცინოდა წმინდანებს მასხერად იგდებენ ჩვენს რელიგიას ქრისტეს მოციქულებს და მათთვის ბელადი არის და უზენაესი ღმერთი არის სააკაშვილი რომელიც კარგად ვიცნობ ვინ არის გვერდ ქონდა კაბინეტები თბილისის საკრებულოში და ძალიან კარგად ვიცი ვინ არის ბატონო სოსო მე არ მინდა ახლა ეს გავიხსენოთ ის მონაკვეთი თორე თქვენ კარგად გახსოვთ ცხონებულ ჟანი კალანდაძესთან ჩვენ ბავშვობის მაგაცები ვართ მოკლედ მეგობრები ვართ და თქვენ გახსოვთ ჟანი კალანდაძე კი და გვერდ ცხოვრობ ერთად გავიზარდე და მოკლედ და თქვენც იქ იყავით სხვა შორის ნუ თავიდანვე ცოტა ისე განწყობით ვიყავი მიშას მიმართ და მაშინ მე მემარჯვენეებში ვიყავი ჟანე ნაცნობ მუზეუმში იყო და მე ვარ სხვათა შორის პირველად რომ ნახე ხა ის დეტალები არ მინდა გავიხსენო უბრალოდ თქვენს ხართ იმ ნაჯდომი იმ სუფრაზე სააკაშვილმა საკრებულოში პირველი სუფრა გაშალა ერთ-ერთ დერეფანში გახსოვთ და ყველა ეს ნუ აი ქრას მე რაც მე ვნახე ფოიეში რაც მე ვნახე აი ჟანემ უბრალოდ თხოვო რომ გეხვინო ბიძინა ბრეგაძე ხა ნუ მეგობრობდი ჩვენ ყოველგვარი ამ პოლიტიკური იმის გარეშე და რაც მე იქ ვნახე ესე კაცი რომელიც არ ვიცი რა მაპატიეთ მაგრამ ხინკალს ჭამდა ხინკალში ხანრა ჩაასხა და ჭამის დროს ღმერთზე ანეკდოტს ყვებოდა თქვენ გახსოვთ ეს სცენა და აი უბრალოდ აღარ მინდა ხა ამის მაგრამ აი ჩემთვის რაღაცა აი სულ რაღაცა კარგი მოხდეს და კარგი გააკეთოს ამ კაცმა ყოველთვის ის ერჩება რა ეს კაცი იყო აი ყოველგვარ რაღაცის მაგრამ ამას დავანებო თავი ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენ ქვეყანას და იმ დანარჩენ საზოგადოებას და თვითონ ჯანმრთელად იყოს არავის არაფერი არ უნდა მაგრამ მე გული მართლა მაგაზე მწყდება რომ საერთოდ ჩვენი შუა არ პატარაა ეს ქვეყანა. ნუ რაც არ უნდა იყოს ქართველი ერთმანეთ მონათესავე ერი ვარ ჩვენ ერთმანეთის. ხო რაღაც არ არსებობს. ან რაღაცა ნათლია ყავს, ან რაღაცა ნათული ყავს. ორი ქართველი რო ხდება ერთმანეთს და დიდხანს ილაპარაკებენ. წარმოგიდგენთ ეხა იმის შვილები რო შეხვდებიან და ჩვენი შვილები სადმე ერთმანეთს და ამას რო გაახსენებენ, მაგრამ ჩვენ გვხდება გული და მაგათ არ დაცდება და სხვა რამე იქნება. ბატონო სოსო, მე მინდა ეხა შევეხო რა დიდი ბრიტანეთის, ნუ მოდი ასე ვთქვა, თავიდანვე ასე ვთქვა. BBC-ის სიუჟეტი მოკლედ ცოტა ისეთი შეიძლება ითქვას რომ ესეთი ბრალდება ქვეყნის ხელისუფლების მიმართ რავი მსოფლიო ისტორიაში ქიმიური აღით მოწამლა ბრალდება ეს არ არის პატარა რაღაც და ასევე კი ბატონო ეს არის BBC-ის ეს არის ტელევიზია მაგრამ ასევე ინგლისის საელჩომ გააკეთა განცხადება და ის გაემიჯნა რომ ჩვენ ის საერთოდ დამოუკიდებელი ტელეკომპანია მე მაინც მინდა ეს დეტალები ყველა მიცის ფაქტიურად ყველა მე მაინც მინდა რას ნიშნავს ეს და რატომ მაინც და მაინც ახლა თითქოს რომ ჩვენ რო აკრიტიკებთ ჩვენ ხელისუფლებას რა ვიცი მგონია რომ საკმაოდ ისეთი რაღაცა ჯანსაღი კრიტიკა გვაქვს მაგრამ ახლა ერთია როცა ჩვენ ზლავრი ტელეკომპანია სოფლიოში სამყვანია ზლავრია BBC ხო ხედავთ ასეთ რაღაცას და იმ დროს როდესაც თითქოს აი ამ ეგრეთ წოდებული ევროპული ლიბერალიზმის რომელიც კვდება უკვე ხო და საშინლად განიცდის რაღაცა მუტაციას ხო რაღაც სხვანაირს მაინც კორონჩხები მაინც აი ამ ჩვენთვის იცლიან მაინც ვარ ჩვენ ინტერესი ეს არის დიდი პოლიტიკური გენი და ზნე მათი
ინგლისელების რო ზოგადად ყოველთვის იყოს ინტერესთან განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში მათი ინტერესი და თურქების უკან და ჭირა წამქეზებლები თუ ეს უკვე არის მართლა იმ დიდი რაღაც deep state-ის თანამედროვე ამ რაღაცა რუსული აი ამ მანქანის როგორც თვითონ უნდა და აი ამ დამარცხების პროპაგანდის ნაწილია რომ ჩვენც ახლა მართლა ახლა იმათ რო კითხო ბიზნესთან დაწყებული დამთავრებული ნებისმიერამდე ჩვენც სულ განსხვავებული იდეოლოგიით ვიყოთ ვართ რუსეთის ესე იგი რუსული პოლიტიკა ესე იგი ჩვენ რა პუტინის საქმეს ვაკეთებთ აქ გასაგებია მე მოდი დავიწყებ ცოტა ისტორიიდან ბრიტანეთს ყავდა ესეთი პრემიერ-მინისტრი დიზრაელი აი ამ დიზრაელს აქვს ესეთი განცხადება გაკეთებული თავარია ბრიტიშ პეტროლიუმი ანუ ნავთობსადენი იყოსო კარგათო და ხელშეუხებელიო და კავკასიელებსო დააგიხოციათ ერთმანეთიო თქვენ საქმეებში ხოცვა ჟლეტაში არ ჩავერევითო ლაპარაკი იყო აზერბაიჯანელების და სომხების ხოცვა ჟლეტაზე ოღონდ ბრიტიშ პეტროლიუმის ნავთობსადენი იყოსო ხელშეუხებელი. აი ხედავთ რა ხდება. ბრიტანეთს არ აინტერესებს ჩვენ აქ სამართლიანად ჩვენი მთავრობა აქ სამართლიანად შლის მიტინგებს, უსამართლოდ შლის. თავარია მისი ინტერესები იყოს ის რომ ჩვენ დიდ დათვს, რასაც რუსეთს უწოდებენ სადგისი უჩხვლიტოთ. აბა ხა რუსეთ ჩვენ რა უნდა დავაკლოთ? იქნებ გამაგებინოთ ხალხო 2-3 დღის წინ ნახე სოციალურ ქსელში ფინელებს აუშენებიათ რუსეთ ფინეთის საზღვარზე კედელი და გაუკეთებიათ მავთულ ხლართი. და ეხლა შვიდათ ვართო ჩვენო ფინელებიო რუსებიო ამ კედელსო ვერ გადმოლახავენო კი მაგრამ ვიღაცები წერენ ჩვენც უნდა ავაშენოთ ეს კედელი ხალხო ჩვენ ბუნება მოგცა უზარმაზარი კავკასიონის ქედი და ამ ქედმა ვერ დაგვიცვა რუსეთის აგრესიისგან და ფინეთმა რაღაც სამარცხინო სასაცილო კედელი ააშენა ის დაიცავს ფინეთს მე ვიღაცამ დაწერა კი მაგრამ დრონებსაც ვერ გადააფრენდნენ, ნო რაკეტებს ვერ გადააფრენდნენ ამ კედელზე. აბსურდი და სისულელე. ესე იგი რახან ტრამპმა კედელი ააშენა მექსიკის საზღვარზე, ის უსვარამი არის. ის ემიგრანტებისაგან დასაცავად აშენდა, კედელი უნდა ავაშენოთ ჩვენო. აი ესეთი აბსურდამდე შეიძლება მივიდეს ისეთი დიდი და მსოფლიოში სახელგანთქმული ტელეკომპანიაც კი, როგორიც არის BBC, რომელიც მე ყოველთვის ვამბობ BBC-ს აღზრდილი ვარ მე რო ვიყავი მე-8, მე-9, მე-10 კლასში მე სტუდენტი ყური მქონდა მიდებული და BBC-ს უსმენდი თუ კი რაიმე ხდებოდა მსოფლიოში ვიგებდი BBC-სგან და რამდენად გულდასაწყვეტია ჩემთვის ახლა რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ლობისტურმა კომპანიებმა იმუშავეს და BBC-ს აი ამ მიტინგის დაშლიდან 1 წლის შემდეგ გააკეთებინეს ეს განცხადება. კი, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერმა არ გამოიყენა ქიმიური იარაღი, რომელიც კონვენციაზე ხელი აქვს მოწელი, პირველი მსოფლიო ომის დროს იქნა გამოყენებული. ქალაქი იპრი იყო და იპრიტი იმიტომ დაარქვეს ამ შხამს, აი ქალაქი იპრში გამოიყენეს. აი ეს იპრიტი ჰიტლერსაც კი არ გამოუყენებია და გესმით რამხელა ბრალდება, თურმე საქართველოს ხელისუფლებას გამოუყენებია და არც ერთ საავადმყოფოში, არც ერთი მიმართვა ტოქსიკოლოგების მიმართ არ ყოფილა და ეხლა თურმე იხსენებენ რომ თუთიყუშს გასცვიდა ბეწვი თურმე ძაღლს დასცვიდა ბეწვი და ძაღლმა ძაღლს პირღებინება მოუვიდა, მაშინ ადამიანებს რა დაემართათ? გამოდით, აი ახლა თმის ღერის ანალიზით შეიძლება იმისი გარკვევაც კი 1 წლის წინ ადამიანმა რა შხამი შეისუნთქა. გამოდით და დაამტკიცეთ, იმისი არ იყოს სააკაშვილზე რო ამტკიცებდით, დემენცია ჭირსო, გვამური ლაქები აქვსო, უკეო სუნი აზდისო, გვამის სუნი აზდის სააკაშვილსო, ვითომ ნობელის პრემიაც შეუშვით, ნობელის პრემიის ლაურეატიც შეუშვით სააკაშვილთან და აღმოჩნდა რა? ნობელის პრემიის ლაურეატი, ცრუ ლაურეატი ყოფილა, არ ყოფილა სინამდვილეში ლაურეატი, არც დემენცია ქონია, არც გვამური ლაქები ქონია, ან ქონია და ქართულ მედიცინას დაუმარცხებია. ან ერთია, ან მეორეა. პირიქით შვილებს აკეთებდა და ჯანზე იყო კაცი. აი ხლა, ხო, ეგ გასაგებია, შედიოდნენ ქალიშვილები და გამოდიოდნენ დაფეხმძიმებულები. ხო და აი ხლა რა მინდა ვთქვა? რამდენად აი რა ნაცმოძრაობის და ნაც ტელევიზიები ესეც სიბინძურეებს ავრცელებენ, ამაში მე საკვირველს ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ BBC რო არის გარეული აი ესეც სიბინძურეში,
მე დარწმუნებული ვარ იქ ლობისტური კომპანიები და ეხლა გაირკვა ფარას კანონით გაირკვა რომ საკმაოდ დიდი თანხები ამ ლობისტურ საქმიანობაში გადახდილი და ლობიზმი ეს ხომ მეკთამეობა ოფიციალური მეკთამეობა სამწუხარო რომ BBC არის გარეული ამაში მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას კიდე არ დაუჯერებდი და კიდე შეიძლება ეჭვი შემეტანა რომ თვითონ პრეზიდენტი ტრამპი არ გამოსულიყო BBC-ს წინააღმდეგ და ერთხელ ერთ-ერთი კორესპონდენტი გააჩერა კიდეც გაჩერდიო მე თქვენ კითხვებს არ უპასუხებო მე უჩივლა BBC-ს მილიარდი დოლარი კომპენსაცია მოთხოვა და შემდეგ BBC-მ უკან დაიხია გაანთავისუფლა სამსახურიდან აი ამ საინფორმაციო ხელმძღვანელი და ბოდიში მოიხადა და სასამართლო პროცესი შეჩერდა. თორე ტრამპი მოიგებდა ამ პროცესს. სულ ახლა ხას მოხდა სხვა შორის ვიდრე ჩვენი ამბავი იქნებოდა. ეს არის ახალი ამბავი. ვიდრე ჩვენი ამბავი იქნებოდა და წუხარ მე ამის გამო რომ დასავლეთის პრესა, რომელიც მე როდესაც საბჭოთა კავშირში ვიზრდებოდი, მეგონა მართლა ასე ვთქვათ მოუსყიდავი, მართლა დამოუკიდებელი, მართლა სიმართლის თქმელი, აი ესეც სიბინძურეში არის გარეული და ასეთ ლობისტური კომპანიების მართვის ქვეშ არის. არ მინდა ახლა სიტყვა deep state-ი ვთქვა. გასაგებია deep state-ი რა არის? ფარული მთავრობა, რომელიც მართავს მთელ მსოფლიოს. არ მინდა ახლა ეს ვთქვა, იმიტომ რომ კონკრეტიკას ვერ ვამბობ, რომ აი ეს და ეს არის ამ ფარულ მთავრობაში. მაგრამ ხომ არის ის ფარული ადამიანები, რომლებიც ფლობენ ეკონომიკურ ბერკეტებს, რომლებიც პრეზიდენტი კენედი მოკლეს და დღემდე გრიფით საიდუმლო ადევს და ტრამპმა თქვა რომ ეხლა ავხსნიო ამ გრიფით საიდუმლოს და ბოლო-ბოლო გავარკვიოთო პრეზიდენტი კენედი ვინ მოკლაო და სხვათა შორის დიდი საფრთხის წინაშე დადგა პრეზიდენტი ტრამპი, იმიტომ რომ პრეზიდენტ კენედის მკვლელობის გრიფით საიდუმლოს ახსნა ძალიან დიდ სკანდალს გამოიწვევს მიუხედავად იმისა, რომ 60 წელი გავიდა იმ პერიოდიდან. მაინც დიდი სკანდალის გამომწვევია და ამიტომ ტრამპი დიდი საფრთხის ქვეშ დგას. ესროლეს კიდეც, მაგრამ როგორც თვითონ თქვა, ღმერთმა გადამარჩინა, მილიმეტრებმა გადაარჩინა ტრამპი. ისე რომ ბატონო მერაბ ერთადერთი შეიძლება მწუხარება გამოთქვათ იმ საშინელი ტყუილის გამო რომელიც გაცხადდა ასეთი ტელეკომპანიის, რასაც ქვია BBC. თვითონ BBC შენობა მე ლონდონში ნანახი მაქვს, უზარმაზარი გრანდიოზული შენობა არის. ბრიტანეთის პარლამენტიც კი არ არის ისეთი გრანდიოზული როგორც BBC შენობა და აქ ისე წამოსროლილი სიტყვა უბრალოდ ვერ გავა. იმე გაიარა ყველანაირი ფილტრაცია და შეგნებულად გავცელდა ეს ფილმი და რო უყურე მე შემზარა ასეთი ტყუილები შეიძლება ილაპარაკო ან ვინმე ჩამოვიდეს ან რაღაცა საგამოძიებო კომისია შეიქმნას 9 აპრილს რაც მოხდა და რომ მოიწამლა ხალხი მოსკოვმა კრემლმაც კი კომისია შექმნა საბჩაკის თავმჯდომარეობით ჩამოვიდა და აქ რაღაცები გაარკვია ვინ რა იმით იყო მოწამლული გაზით იყო მოწამლული და მე თვითონ პირადად 7 ნოემბერს 3ჯერ ვარ მოწამლული ალბათ თქვენც იქ იყავით, მაგრამ ესე იგი 3ჯერ ერთი პარლამენტთან მოვიწამლე, მეორე ხეზე მოვიწამლე იმეთთან და მესამედ არა იმეთთან მე არ ყოფილვარ, იმიტომ რომ საშინელი მოწამლული ვიყავი და მესამედ მოვიწამლე სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ნაწილმა ქაშვეთს შეაფარა თავი, ნაწილმა მეტეხს შეაფარა თავი და ნაწილმა სამების საკათედრო ტაძარს. სამების საკათედრო ტაძარში არ შემოვარდნილან, მაგრამ ისროლეს ის ბომბები და იქ მესამედ მოვიწამლე, მაგრამ ყველაზე საშინელი რასაც შემდეგ მე მკურდალობა დამჭირდა იყო აკუსტიკური იარაღი, რომელიც საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ყოფილა, ვისაც ეს აკუსტიკური იარაღი არ გამოუცდია, ვერ გაიგებს რა ხდება, აი კინაღამ ჩავიკეცე და ახალგაზრდები იყვნენ იქ და ამიყვანეს ხელში და წამიყვანეს და მიმიყვანეს სამების საკათედრო, მას ჩამსვეს ვიღაცის მანქანაში და სამების საკათედრო ტაძარში მიმიყვანეს და მე ვიბანე ხელი, პირი, ყველაფერი მოსახლეობას დაგვეხმარა მაგრამ ის აკუსტიკური იარაღი იყო საშინელი, ვერ აღწერ რა იყო. რატო მაშინ არ მოიღო BBC-ს? ხმა ძალიან მაინტერესებს. როიტერის სააგენტო იქ იყო. ინტერვიუს ვაძლევდი მეც და სხვაებიც, სხვა პოლიტიკოსებიც. ვაძლევდით როიტერის იმას სააგენტოს ინტერვიუს, აი მოდიან უკვე, აი ბარათაშვილის ხიდზე გადმოდიოდნენ უკვე. მოდიან და აი შეხედეთ გაზის
ბალონებით შეერაღებული იარაღი მოაქვთ. რაც ისრულის რუსთაველზე. ხმა არავის არ მოუღია. არის თუ არა ეს ტენდენცია? კი ბატონო, რა თქმა უნდა. და თქვენი თქვის არ იყოს ძალიან მარტივ მას ვიტყვი ახლა. თავად ინგლისელებს აქვთ. ინგლისელები საერთოდ ფლოტში ვიცით როგორებიც არიან და სხვა შორის ჩემ ნათესავს მოუწია, რომელიც მეზღვაური იყო წლების უკან, კონტროლზე მისული გემი, რომელიც ძირითადად ამოწმებდა მეზღვაურებს ნარკოთრობებში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ვიცით ხო ხა მეზღვაურები რომ ისეთ ქალაქებში ჩერდებიან და ისეთ ქვეყნებში, სადაც ხო დიდი შანსია რომ ხო ბუმია ნარკოტიკების და ინგლისელები ამას მუდმივად მართლაც სერიოზულად ამოწმებენ. ერთ-ერთი პატარა კატარღა, რომელიც მივიდა შემოწმებაზე, აი ესე ჩემი ნათესავის ოჯახის წევრს სიძეს ფაქტიურად თმისღერი ამოაცალეს თავიდან და 1 წლის თუ არ მინდა შევცდე 6 თვის უკანდელი მარიხუანა მოწეული მას ამოუვარდა. ეხლა ყველაფერს თავი დავანებოთ მართლა, თან ეს ეხლა ამაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. უბრალოდ რა თქმა უნდა ტენდენცია და იმედი მაქვს რომ ამას გადავახოთ, ოღონდ ისე არ უნდა იყოს, რომ გადავახოთ მორჩა. არანაკლები ის მიიღო საზოგადოებამ. თუნდაც იმ ოჯახებმაც. ერთხელ გააკეთონ, ჩამოვიდნენ. კი ბატონო და აიყვანონ ეს ბიჭები თუ გოგოები. ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარონ. აიღონ თმის ღერი, თუ ის თმის ღერს არ მიცემს, ვინც ბევრს კლიკინებს ახლა. თუ ის თმის ღერს არ მიცემს, ესე იგი აფერისტია. მიცეს თმის ღერი და ჩაატარებინონ ანალიზი. ჩამოიყვანო ნობელის პრემიის ლაურეატი, თუ კი სააკაშვილთან ჩამოიყვანეს, ჩამოიყვანო და აგერ ამ დროს არც ლუგარის ლაბორატორია აგერ. არც უნდა ნობელის პრემიის ლაურეატი, სააკაშვილთან კიდე ერთი კაცი მახსოვს, პოლიტიკოსი რო ჩამოდიოდა ვიღაც პოლონელი თუ ვიღაც, სამარცხინო ჯერ შეუშვით არ უშვებენ და მაპატიე და წინდებით სააკაშვილის ფეკალიები გამოიტანა. ნუ კარგით რა, რაზე ვლაპარაკობთ? პოლონელები იყო. ხო, რაზე ვლაპარაკობთ რა? მაშინ რატი ბრეგაძე იყო იუსტიციის მინისტრი და როგორ მახსოვს გადაუარეს ამბის მივარდე რა და რომ დადო ფაქტები წინდებში გამოიტანა სააკაშვილის ფეკალიები, ალბათ რაღაცა ჩატარება უნდათ რაღაცა ტყუილის და ნუ ასე შემდეგ და ასე. მოკლედ, ბოლო 10 წუთით შევა ბატონო სოსო და მე არ შემიძლია არ შევეხო მესამე თემა რომელიც დავაანონსე, ცოტათი გულის ტკივილითაც მინავ თქვა. რა განაპირობა აზერბაიჯანის მედიაში იმ განცხადებამ, რომელიც გავრცელდა თბილისს მოუწევს. ცოტა მუქარის ტონიც იყო რაღაც გადახედვა. მით უმეტეს იმ ფონზე რომ ისეთ რა არის, ისე სხვათა შორის მე პირადად როგორც წამყვანი, როგორც აი რო აკვირდები პროცესებს, ვაკრიტიკებდი ამ ხელისუფლებას, რომ პირველი აი რაც ახალი მთავრობა ირაკლი ყობახიძის ხელმძღვანელობით, რაღაც ვაკრიტიკებდი, რომ ესე იგი პირველივე შეხვედრები რო დაიწყეს აზერბაიჯანის ერთი პრემიერ-მინისტრი, შენგასაკთა მინისტრი, კულტურის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რეზიკო სოხაძე, ხო, აქაც და იქაც ჩადიოდნენ ახლა რეზიკო, მართლა უწესრიგეს ეს მინისტრი და რომ ნახე რომ Facebook-ზე რო იქ იყო წასული, მე აქეთ თურქეთი, ფაქტობრივად თავიდან რაღაც ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. ამ ფონზე მით უმეტეს ესეთი განცხადება რაც გააკეთა მოხდა აზერბაიჯანულ მედიაში, სამთავრობო მედიაში. თუმცა ეს არავის არ უარყვია და შემდეგ ირაკლი ყობახიძეს მოუწია თუ ის პრეტენზია რაც ჰქონდათ რომ კიო აი უფასოთო ჩვენო ერთხელო გავატარებთ ყველაფერსო. აქაც კითხვა მიჩნდება. ერთჯერადად. აქაც კითხვა მიჩნდება. მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და თქვენც ბატონო სოსო. ეხლა თუ ერთჯერადად ვატარეთ, მოდი ვიცოდე რატო ვატარებთ. ან რამდენია ეს ერთჯერადი რა? ხომ რა ვიცოდე მაინც. რა ხდება თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორ შეიძლება ეს მოგვარდეს ეს პრობლემა და რასთან გვაქვს ჩვენ საქმე? აი გითხროთ ბოლომდე ამ 8 წუთს. ეს არ არის რაღაც სერიოზული განცხადება, რაც აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა, რაღაც მე ვამბობ სერიოზული ესეთი რაღაც შემაშფოთებელი, მაგრამ ჩვენ იმდენად მიჩვეული ვართ აზერბაიჯანისგან მეგობრულ განცხადებებს, იმდენად მიჩვეული ვართ, აი გასულ წელს როდესაც საქართველოს საკითხი ირჩეოდა ევროპარლამენტში და მეხუთე სამარცხვინო რეზოლუცია მიიღეს, მაშინ გამოვიდა ილხამ ალიევი და ძალიან სერიოზულად დაგვიჭირა მხარი და აი ეს სერიოზული მხარდაჭერები რომ კეთდება აზერბაიჯანის მხრიდან ამის ფონზე ძალიან გამიკვირდა სიმართლე გითხრათ, მათგან ასეთი განცხადება, ეხლა რაშია იცით საქმე, მათ ისიც ყოფნით რომ სომხეთს და აზერბაიჯანს ისიც ყოფნით რომ საუკუნოვანი კონფლიქტი აქვთ. ნუ აი წარმოუდგენელი საუკუნოვანი შეურიგებელი მე ასე ვიტყოდი, არავინ არ დაიჯეროს რომ ის ზანგეზურის კორიდორი და რაღაცა შეარიგებს ამ ორ ურთიერთდაპირისპირებულ ერს, როგორც ინგლისელი და ფრანგი ვერ შერიგდება, ისე ვერ შერიგდება სომეხი და აზერბაიჯანელი. მაგრამ
ის რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს და არ უნდა იომონ ერთმანეთთან, ეს აუცილებელია. და რა მოხდა საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის ჩემთვის დღემდე გაუგებარია. მით უმეტეს თუ საქართველოს ერთჯერადად მაინც უფასოდ ყოველგვარი გადასახადის. კი ბატონო, უანგაროთ უნდა გაუშვოს უზარმაზარი ტვირთი. ვინც ის რამდენი იქნება ეს აფინანსები იქნება. ვინც ის რამდენი სოციალურად დაუცველი და საერთოდ რა მდგომარეობა გვაქვს. ბოლო-ბოლო იმაში გამოვიყენოთ. რატომაც არა, მაგრამ ხომ და ვიცოდე, რატომ ვჩუქნით, რატომ ვჩუქნით. მე საერთოდ მიკვირს რატო ღირს ბენზინი საქართველოში ესე ძვირი, თვით სოკარის მონოპოლია ნახევარი, კი ბატონო. გაზთან დაკავშირებით ვით უმეტეს. კი, რატო არის ესეთი ძვირი საერთოდ მიკვირს? აზერბაიჯანი აცხადებს, რომ არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და არასოდეს ჩვენ კონფლიქტი არ ქონიაო, არასოდეს ჩვენ ომი არ ქონიაო, ომი თვითონ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან არ ქონია, მაგრამ იქ ადრე სახანოები იყვნენ და იმ სახანოებს კი ვებრძოდით, მაგრამ დავანებოთ წარსულს თავი. აზერბაიჯანთან მოგვივიდა პირველი კონფლიქტი, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ჩაბრძანდა ბაქოში და დააყენა დავით გარეჯის საკითხი და იქ სამხედროები ჩააყენეს აზერბაიჯანელებმა. პირველი კონფლიქტი მაშინ მოგვივიდა, როდესაც მლოცველები არ შეუშვეს საქართველოს ტერიტორიაზე და ამ ტაძარს დღემდე მონასტრის ალბანური კულტურის ძეგლი უწოდეს. სხვათა შორის სომხებს ნუ ეწყინებათ, მაგრამ სომხებს უყვართ მითვისება, რომ აი თბილისი სომხებმა ავაშენეთ, რუსთაველი სომეხია, ჯვარი ჩვენია, სტალინი სომეხია, ფალიაშვილი სომეხია, თვითონ ერევანში მითხრეს ეს გიორგი სააკაძე სომეხია და ასე შემდეგ უყვართ სომხებს, მაგრამ აზერბაიჯანელები არ გამოირჩევიან ამიტომაც დამაც, იმიტომ რომ ისინი არიან მუსლიმები და ქრისტიანულ ტაძარს როგორ ტაძარზე როგორ იტყვია რომ ჩვენიაო, მაგრამ აი ნახეთ ხო ის აოცრებავ და რა მოიგონეს. ალბანური კულტურის ძეგლი არისო დავით გარეჯის ხო და ნუ ეხლა ალბანურ კულტურას დაანებონ ჯობი აზერბაიჯანელებმა თავი ჩვენ ამ ერს პატივს ვცემთ ისევე როგორც სომეხებს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა თავის საზღვარში დაეტიოს. სერგო ორჯონიკიძემ გადასცა აზერბაიჯანს საინგილო, არავინ არ ედავება, ტერიტორიული პრეტენზიები ჩვენ მათთან არ აქვს, ამიტომ ეს კონფლიქტი უნდა ამოიწუროს სამთავრობო დონეზე. თუ საჭიროა, კობახიძე უნდა ჩაბრძანდეს ბაქოში, ან ალიევი ჩამობრძანდეს საქართველოში, დაასხდნენ, მოილაპარაკონ და ძველი მეგობრული ურთიერთობა უნდა აღდგეს ჩვენსა და აზერებს შორის, მით უმეტეს რომ წავიდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი თუ ვინც უნდა ქვემო ქართლში და ნახონ როგორ ცხოვრობენ მათი თანამემამულეები არა, ხო, მაგრამ ეროვნების. ხო, მათი ეროვნების ადამიანები საქართველოში სასახლეები ღმერთმა მოახმაროთ და როგორ ჰარმონიაში ვართ ერთმანეთთანაც. ნამდვილად. სულ რო იქ არ ჩავიდეს ძველ თბილისში აგერში. გამოიაროს და ძველი თბილისი უკვე აზერბაიჯანელებმა რუსული კი არა, უკვე ახალმა აზერბაიჯანელებმა ქართული ისწავლეს. მე ხელოსნები მყავდა სოფელ დიღომში პატარა სახლი მაქვს და რაღაცას ვაშენებდი და აზერბაიჯანელი ხელოსნები მოვიყვანე და ჩემი თაობის ადამიანებს რუსულად ველაპარაკებოდი და ახალგაზრდები ვინც იყვნენ, ჩვენ რუსულის არაფერი არ გაგვეგებაო, ჩვენ ვიცით ქართულიო. ანუ ახალმა თაობამ უკვე ქართულიც ისწავლა და მეცაც გეტყვით, ბევრი მოინათლა ქრისტიანულად. დამიჯერეთ ხალხო, აი მარტყოფის მამათა მონასტერი რო არის. იქ ვიყავი 2 წლის წინ და მამაო ჩავისვი მანქანაში რომ მივდიოდი და ესე თქვა რომ აი ჩვენი მონასტერი იმით არის ცნობილი რომ ძალიან ბევრი აზერბაიჯანელიო ქრისტიანულად ინათლებიანო და ნუ ახლა მამაოს როგორ არ დაუჯერებდი, მაგრამ რომ მივედი რამოდენიმე აზერბაიჯანელი იყვნენ იქ და მიცნეს. ой ბატონო სოსო ძალიან გვიხარია რომ გნახეთო და რაზე მობძანებულ ხართ მეთქი და შვილებს ვნახავთ ქრისტიანულადო. წარმოიდგინეთ ახლა როგორ გამეხარდა, ესე იგი ჩვენ ხო მეგობრები ვართ ჩვენ და აზერბაიჯანელები და ქართულს ხო სწავლობენ ახალგაზრდა თაობა და პლუს კიდე ბევრი ინათლება თურმე ქრისტიანულად და რა გვაქვს გასაყოფი, მე მგონი არაფერი და ეს ამბავი აი ამ განცხადებით უნდა ამოიწუროს ერთხელ და სამუდამ. დიდი მადლობა ბატონ სოსო შატბერაშვილს, მემარცხენე ალიანსის თავმჯდომარე და ლიდერი ყავდა დღეს სტუმრად და მაინც რომ თუ რამეზე დავიწყებთ ლაპარაკს ისე სწორად ახსენა და ყველაზე ტკივნეული და ამ დროს ჩვენთვის ყველაზე საამაყო ადგილია ეს არის დავით გარეჯის საკითხი. მაშინ დავიწყოთ იმაზე ლაპარაკი, რაზეც აქ მცხოვრები აზერბაიჯანელებს განიცდიან სხვათა შორის, რაც უტყუარია, რაც ისტორიულად დამტკიცებულია და ასე შემდეგ და მე იმედი მაქვს, რომ
ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ ჩვენ მეზობელთან გვექნება სწორი მშვიდობიანი და საკუთარი ქვეყნის ინტერესთან გამომდინარე პოლიტიკა. მადლიერი ვართ ყველასი, უმადურობა არავის არ ჩვევია და საერთოდ ცუდია, ამით დავიწყეთ ეს გადაცემა ზელენსკის უმადურობით დღემდე რაც აქვს საქართველოს მიმართ და ნუ ეხლა კაც რომელსაც არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი ქვეყნიდან რუსეთის ელჩებიც კი არ გაუწევიათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჩვენ გაგვაწევინეს, ქვია, ჩვენი ელჩი გამოაგდო კინწესხვრით შეიძლება ითქვას. თავისი ელჩი აქედან გაიწვია. თავისი ელჩი აქედან გაიწვია. ნუ ეს ხო არის სრული სიგიჟე, ამიტომ მე მაინც გონია რომ ყველაფერი დაალაგდება თუ კიდევ უფრო მეტად ვიქნებით ფხიზლად და ეს განსაცდელი გამოგვაწრთობს და არა პირიქით რაღაცა წაგვიყვანს აი შიშებისკენ და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ბატონო სოსო, დიდი მადლობა თავისუფალ არხს, ახალი პარადიგმა მერაბ ჭიქრეჩვენთან გემშვიდობებად, კარგად ზანდებოდეთ ნახვამდის.